აჰუ ათილგანი და ილიას იავუზი. ძველი საიდუმლო. გამშვიდით, მალე კარგად გახდებით. Çetin. Şuyla. აქ ვარ დეიდა აიშე. მადლობ დეიდა აიშე. შენი წყალობით გადავრჩე. დეიდა დასვენება გჭირდებათ. მადლობ შვილო. დეიდა აიშე, ღმერთმა დაგლოცოს. ჩემი ძმა გადაარჩინე. შენ რომ არა, მადლობ შვილო. მადლობა ღმერთს ყველაფერმა, კარგად ჩაიარა. დეიდა უკვე კარგად ხარ, მაგრამ ცოტა უნდა დაისვენო. ჩვენ წავალთ, თუ რამე მოხდება დამირეკეთ. კარგი. წამოვბრძანდით, გაგაცილებთ. ძმაო, გითხარი ხანძარი როგორ გაჩნდა? მადლობ შვილო. თავარია გადავრჩით. რა თქმა უნდა. ხანძარი ქუდრეთმა გააჩინა, არა? ღმერთო ჩემო, თავიდან უნდა იწყებ ესმა. მოდი აქ, ამჯერად ვერსად გაიქცევი. ესმა, სად მიდიხარ? ხანძარი შენ გააჩინე, არა? რა ხდება? მიპასუხე, ხანძარი შენ გააჩინე? თავი დამანებე, მე არაფერი დამიშავებია. ნუ იტყუები. თუ ხანძარი შენ არ გაგიჩენია ჩეთინის ოთახის წინ რასაკეთებდი? მიპასუხე ქუდრეთ. ესმა. რასაკეთებ, გაგიჟდი? ქუდრეთს თავი დაანებე. ის არ იკმარე რომ მანქანა დააჯახე. სანამ არ მოკლავ არ მოისვენებ? საკმარისია, გონს მოდი ესმა. დაუკვირდი რას ამბობ. ნუ გავიწყდება რომ ხანძრის შესახებ ქუდრეთმა შეგვატყობინა. აქ რა ხდება ზუჰალ? ბიძია, ხანძარი ქუდრეთმა გააჩინა. ესმა ჩემს მოთმინებას ნუცდი. დაუკვირდი რას ამბობ. ეს სიმართლეა? მე არაფერი დამიშავებია. თვალს რატომ მარიდებ? თავი აწიე და ისე მესაუბრე. თურგუთ, დამშვიდდი გთხოვ. ქუდრეთ, თვალებში შემომხედე. ხანძარი შენ გააჩინე? თურგუთ, ღვთის გულისათვის თავი დაანებე. საკმარისია, რაც მოხდება ყველაფერს ქუდრეთს ვერ დააბრალებ. არ მესმის რა გინდა ამ ბიჭისგან. მერევი ზუჰალ. გეკითხები ხანძარი შენ გააჩინე? სინდისი გეყოს და სიმართლე თქვი. შენ შვილს ნუ დაადანაშაულებ თურგუთ. ერთხელ მაინც დაუჯერე. ხანძარი ქუდრეთს არ გაუჩენია. დაუჯერეთ. ზუჰალი მართალია. ბიჭს ნუ რაფერს დააბრალებ. რას ამბობ დეიდა აიშე? შენც იქ არ იყავი? რა თქმა უნდა იქ ვიყავი. გაზგორაზე წვნიანს ვამზადებდი. მოულოდნელად შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მადლობა ღმერთს, ქუდრეთმა ჩემი ხმა გაიგონა და დამეხმარა. ქუდრეთ. ტყუი. იცი რომ ხანძარი ქუდრეთმა გააჩინა. რაც თქვი ტყუილია. რატომ? ხელს რატომ აფარებ დეიდა აიშე?
როდის გიხდით? არ მინდოდა გამეღვიძებინეთ. კუდრეთ. შვილო. მინდოდა მადლობა გადამეხადა. ისევ გადამარჩინეთ. თქვენ რომ არა, მამა ჩემი და ესმა ლინჩის წესით გამასამართლებდნენ. დილა მშვიდობისა, პრობლემა მოგვარდა? რა იყო? ალბათ გეწყინა ხანძარი კუდრეთს რომ არ გაუჩენია. ეს შენთვის გაკვეთილი იყოს. გაფრთხილებ, ამიერიდან ჩემი შვილი უსაფუძვლოდ აღარ დაადანაშაულა. თითქოს შენი სახლი იყოს. უსერწყვილო, გარს ცხვირწინ მიხურავს. კუდრეთ? რა ხდება? სად არის ეს ბიჭი? ჩეთინის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა შვილო. Gerçekten böyle olduğuna inanıyor musun? მართლა გჯერათ რომ ასეა? Yani benim yapmadığımı. რა თქმა უნდა მჯერა. როგორ არ დავიჯერებ? შენ და ჩეთინი ძმები ხართ. ადამიანი საკუთარ სისხლს და ხორცს ზიანს როგორ მიაყენებს? Babam okula. ძალიან გავბრაზდი. მამა ჯარში რომ მიშვებს. Öyle aşağı. ჩეთინთან მივედი და ვეშხობა. Sonra ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ღმერთმა დაგვიფარა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. Ya. ეი დაიშე. ძალიან კარგი ადამიანი ხართ. გმადლობ შვილო. შენ გგონია ასე. Yok. არა მართლა ასეა. Sen ჩემს ოჯახის წევრებზე უკეთ გესმით ჩემი. ადრეც დამეხმარეთ და ახლაც. bu kaza. ყოველთვის გვერდში მიდგა ხართ. Hep ძალიან დიდი მადლობა. ამ ქალმა დამღალა, სულ ჩემი შვილის გვერდითაა. Kim bilir ne anlatıyor. ვინ იცის ამჯერად რას ეუბნება? benim yüzümden herkesi karşı. ჩემ გამო ყველას დაუპირისპირდი. Hem benim hakkım. თან ისიც არ იცი რეალურად დამნაშავე ვარ თუ არა. Beni tanımıyorsun. კარგად არც კი მიცნობ. İsmim. ხოლო ჩემი სახელი იცი. Evdeki herkes bana. გარშემო არავინ მყავს ვინც დამაფასებს. Yaparken. ხოლო ჩვენ დამიდექი გვერდით და ისე მომეკეცი როგორც საკუთარ შვილს. Ama არ ღირს და დაიშე. benim için. ჩემ გამო არ ღირს. Hem evdekiler. ისინი მართალს ამბობენ. ცუდი ადამიანი ვარ. Nasıl söz o? რას ამბობ შვილო? Sen her შენ şeyi გამო beyaz. ყველაფერზე წასვლა ღირს. Sen იმსახურე. შენ, ესმა. ესმა, Çetin. ჩეთინი, Sen. სეღერი. Hepiniz her ჩემს şeyi თვალში მხოლოდ edersiniz. საუკეთესოს იმსახურებთ. Ne yapıyor? ეს ხალი რას აკეთებს? Kudret. კუდრეთ, Oğlum burada mıydın შვილო, გეძებდი. აქ ხარ? İstemiyorum. არ მინდა. Aç değil. არ მშია. Ne demek როგორ არ aşkım? გშია? Ya dün akşam da გუშინ doğru თითქმის düzgün არაფერი şeyler dedin abi. გიჭამია ძმაო. Hadi benim თხოვ ჩემი iki ხათრით, kilo ცოტა kokain. შეჭამე. Ya ısrar რას etme, მეხვეწები ესმა? პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? Ben kendim თუ yerim. მომინდება ჩემი ჩევჭამ. ძმაო, Bütün olan მომიყევი რა გაწუხებს.
Nasıl çıktı o yani? ხანძარი როგორ გაჩნდა? Yani müştemilatı durduk ამის yere გამომწვევი almadı ya. მიზეზი რა იყო? Mutlaka mantıklı bir მითხარით sebebi მაო. olmalı. Bilmiyorum. არ ვიცი ესმა. Bilmiyorum. არ ვიცი. O sırada იმ მომენტში მეძინა. hem itfaiye მეხანძრეებმა ხომ თქვეს მიზეზი რაც იქნებოდა. რატომ მეკითხები? Bak bana სიმართლე doğruyu მითხარი არ დამიმალო. söyle. კუდრეთის ბრალია? Ya savun Ხელს ნუ şu çocuğu დააფარე. bana. Ben კარგად bunun ne ვიცი, mal რასაც olduğunu biliyorum. წარმოადგენს. ქუდრეთს ამ ხანძართან საერთო არაფერი აქვს ესმა. Şu konuyu uzatıp ეს თემა დავხუროთ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ჩადენილია. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა. Gerçi o yangına ეს kaza ბიჭი რას გემართლება ვერ გავიგე. რას Ya გერჩის? çocuğun sana bitmek bilmeyen bir garezi შენი var. მესმის. Neden farkında გულჩვილი değilsin ხარ bunun? და საკუთარ ნათესავს ხელს საფარებ, მაგრამ Kuzenin diye დეი kıyamıyorsun. და აიშეს მაინც რა Ya Ayşe დაემართა? teyzeye ne oluyor ya? İkiniz de თვალებში bizim მიყურავთ için და ne ტყუილს kadar yalan მეუბნებით. söylediniz. Ya üç კარგად kuruşluk ვიცი, adamı რომ ეს bana ბიჭი sormayın ყველაფერს artık ya. იკადრებს. Ayşe teyzeyi laf აიშე დეიდას თუდად ნუახსენებ ესმა. Ben şu anda nefes მისი alıp დამსახურებაა რომ ცოცხალი ვარ. Canını hiç საკუთარი სიცოცხლე გაწირა. შეიძლებოდა დაღუპულიყო. Ben şu anda çoktan ცეცხლმოდებულ სახლში რომ არ შემოსულიყო, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. Allah ondan razı olsun. ღმერთმა სიკეთით დაუბრუნოს. Canımı ona borçluyum. ჩემი სიცოცხლის შენარჩუნება მისი დამსახურებაა. მის სამახს ვერასდროს გადავიხდი. თუ დეიდა აიში ამბობს რომ ქუდრეთი უდანაშაულო, ესე იგი სიმართლეა. ჩემ გამო საკუთარი სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდო. Benim canıma რა თქმა უნდა, ტყუილს არ იტყვის და დამნაშავეს არ დაიცავს. Lütfen sen de daha ძალიან გთხოვ, დეიდა აიში არ შეაწუხო. ისედაც ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. თორე მიცოდე ამას არ გაპატიებ. აქ რასაკეთებთ? დეიდა აიშეს მადლობას ვუხდი. ის რომ არა, მამა და ესმა სასტიკად გამისწორდებოდნენ და ხანძრის გაჩენას მე დამაბრალებდნენ. Teşekkür edecek bir şey. მადლობის გადახდა საჭირო არაა. Ben doğrusu neyse onu söyleyeyim. სიმართლე ვთქვი, სულ ესაა. Suçsuz olduğuna inanmasam. შენი suçsuz უდანაშაულობის olduğu რომ için არ bir şey მჯეროდეს yapmazdım. ტყუილად ხელს არ დაგაფარებდი. Eksik olma Ayşe'cim. როგორ შეწუხდი ჩემო აიშე? Ama sen söylemesen de მაგრამ zaten შენ რომ არა, Kudret'in yangını ჩვენითაც çıkarmadığını მივხვდებოდით, anlardım. რომ ეს ხანძარი ქუდრეთს არ გაუჩენია. Benim ჩემი yanım შვილი isteyerek გამიზნულად და kimseye zarar დაგეგმილად veremez. ზიანს არავის მიაყენებს. Neyse. წამოდი შვილო. Hadi oğlum kalk ადექი, sen bir გამოიცვალე და savaşı დაისვენე. Aksi ამაურზაურმა işte sen წასვლაში de ხელი gidelim. შეკიშალა. Biletin ბილეთი yanında ვერ nasıl გამოიყენე, oldu? მაგრამ არ აუშავს. Ben şoföre მძღოლს söylerim, ვეტყვი და sen ახალს yenisini al. დავჯავშნით. Allah kısmet რამდენიმე ederse საათში birkaç უკვე saatime მალათიასკენ Alaska'ya მიმავალ ayrılmış ავტობუსში oluruz. იქნები. Esma Hanım ესმას işi ძალიან gücü var. ბევრი საქმე აქვს. Senin de შენც meşguliyetin აქ çok. ძალია. Çetin'e ჩეთინს ilgilenecek ყურადღებას durumda ვერავინ değilsin. მიაქცევს. Oğlum biraz ვიდრე daha ცოტა toparlayana მომჯობინდება, kadar birkaç რამდენიმე gün დღით daha დავრჩები. Hem size მის bir faydam დახმარებას dokunur. შევძლებ. Mümkün değil, შეუძლებელია ჩინარ. Yani ცეჰერმა sen აქ რომ burada გნახოს dursan საშინელება çok fena olur. დატრიალდება. მეშინია რომ სიბრაზისგან თავს ვერ გააკონტროლებს და რამე წამოსწდება. ძალიან გთხოვ, წასვლა არ გადადო. Karışmayın. ფიქრობ არ ჩავერევი მეთქი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. ტვერი ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს. საქმის კეთება ასე როგორ შეიძლება? ამას ჯობს უსაქმოდ დაჭდე. დაყრუვდი, ვიღაც მოვიდა. კარის გაღებას ამდენი ხანი რად უნდა? მიდი, ნახე ვინ არის. ვინ არის? ილდის. ეთილი იყო შენი მოსვლა. მოდი, დაჯექი ჩემო კარგო. Sabah kahvesine დილის ყავისთვის გესტუმრე. ამბები გავცვალოთ. რა კარგია რომ მოხვედი. მოწყენილი და უჟმური სახის ყურებით დავიღალე. შენაირი მომღიმარი ადამიანი მომენატრა. ნახევრად ტკბილი გიყვართ, ხომ ასია? დიახ, შვილო. ისევ წყალწყალა არ მოამზადო. ბევრი ყავა ჩაყარე. ბევრს რომ მყრი ამბობ, გული ცუდად მიხდებაო დედა. ცოტას ამიტომ ვიყენებ. ზომაწონა არ იცი. ან ძალიან ცოტა ყავას ყრი, ან ზედმეტად ბევრს. წადი და ოქროს შუალედი იპოვე.
ხედავ? ავის მომზადებაც ვერ ვასწავლე. ძალიან რთულია მეგობარო. აბა რა გითხრა? ღმერთმა მოთმინება მოგცეს. წარმატებულ დღეს გისურვებთ, ბატონო ჰალილ. მადლობთ. აქ რა მოგიყვანათ, რომელმა ქარმა გადმოგაგდოთ. ომერს ვერ ვუკავშირდები. არც ოფისში გამოჩენილა. ვიფიქრე, რომ აქ იქნებოდა. ომერი აქ არ არის. ბატონო ჰალილ, არ ვიცი ეს ამბავი იცით თუ არა, მაგრამ ომერს ჩემთან თანამშრომლობა აღარ უნდა. სამწუხაროდ უმნიშვნელო დეტალების გამო ამდენხნიანი ურთიერთობა დაასრულა. ყველაფერი არასწორად გაიგო. ძალიან გთხოვთ ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინეთ. თქვენ აუცილებლად დაგიჯერებთ. მომისმინე შვილო, ომერისთვის არასდროს მithქვამს რა გააკეთოს და რა არა. გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად იღებს. მე კი პატივისცემას ვიჩენ. დღემდე ასეა. ბატონო ჰალილ, დავიგე რომ აქაურობას ყიდით. მშვიდობაა? მშვიდობაა. ჩემი შვილისთვის საადვოკატო ბიურო უნდა გავხსნა. ამიტომაც ვხიდი. თან ცოტა დავიღალე. დროა დავისვენო და ცხოვრებით დავტყვე. მართალი ხარ, კარგი გადაწყვეტილებაა. გმადლობ. Benim günah defteri. ძალიან ბევრი ცოდვა დავიდე. Daha ölmeden. სიცოცხლეშივე ჯოჯოხეთის ცეცხლი მტანჯავს. Pişman. ჩადენილს ძალიან ნანობ. Her geçen gün katlandım. სინდის იმქენჯნის. ყოველდღიურად ვიტანჯები. Bıçağa dokunmayaydım. მეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. Evlatlarını hem თავს შევიკავებდი. yetim koymayaydım. ასეთი სამარცხვინო და ცუდი ადამიანი არ ვიქნებოდი. Bir sözü bile tutamadım. Evlatlarını შენთვის მოცემული პირობაც ვერ შევასრულე. onlara შენი შვილების დაცვას შეკვირდი. უშენობას არ ვაგრძნობიდებ მეთქი. beceremedim. მაგრამ ეს მცირედიც კი ვერ შევასრულე. Ayşe Hanım, ქალბატონო აიშე, az gelsene შემოდი, konuşalım biraz. ცოტა ვისაუბროთ. გამომართვი. ღამის ბილეთი არა იყო. რაც უფრო მალე წავა და მომშორდება, უმჯობესია. კარგი ქალბატონო. იჩქარე, წადი. რა მოხდა იფეკ? მშვიდობაა? დაიკო. ბიძია ომერს ხომ უნდა გასაუბრებოდა და დაეყოლიებინა. გადაწყვეტილება ვერაფრით შევაცვლევინე. ძალიან გაჯიუტდა. არ ვიცი რა ვქნა. ჩემთან თანამშრომლობის გაწყვეტა უნდა. ნუ აზვიადებ იფეკ. უბრალოდ წაკამათდით. რამდენიმე დღეში გაუვლის და შერიგდებით. არი დარდო. ომერი არსად წავა. შენაირ მოკავშირეს სადიპოვის. ძალიან ცდები. თადარიგი უკვე დაიჭირას. მამამისი კაფეს ყიდის. იმ ფულით ომერის საადვოკატო ბიუროს გახსნა უნდათ. ახლა გასაგებია. როგორც ჩანს ბატონი ჰალილი იფეკის ამბავს საბაბად იყენებს. მისი შვილი რომ ჩამოგვაშოროს. კარგი დამშვიდდი, ბიძა შენს ისევ დავალაპარაკები რომ ომერის დაყოლებას ცადოს. დაო ძალიან გთხოვი ჩქარე, იქნებ გადააფიქრებინა. მენდე იფეკ, რადგან ვამბობ რომ ბიძა შენი მოაგვარებს, ესე იგი მოაგვარებს. კარგი დროებით, დროებით. ჩინარ, Eğri მოდი გულწრფელად ვისაუბროთ. Şu yangın ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ხანძართან დაკავშირებით რაღაცას მიმალავ. şeyler saklıyormuş gibisin. Haksız mı? ცდები? რას უნდა მალავდე? ის ვთქვი რაც დავინახე. Kudret küçük. კუდრეთი ჩეთინზე ბავშვობიდან ეჭვიანობდა. Alıştım mı? ამას მივეჩვიე და პატარა უმნიშვნელო შემთხვევებზე ყურადღებას არ ვამახვილებდი. ვიმედოვნებდი რომ გაიზრდებოდა და დაჭკვიანდებოდა. Ama hiç მაგრამ ასე არ მოხდა. Hele o kaza. იმ ავარიის შემდეგ ჩემი შვილისგან ყველაფერს ცუდს ველოდები. oldum ondan. აღარაფერს გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ რომ ეს ხანძარიც მისი გამოწვეულია. თუ მართლა ასეა, კუდრეთს ხელი არ დააფარო. Ben de bileyim. სიმართლე უნდა ვიცოდე. იცოდე თუ დამიმალავ მომავალში უფრო დიდ საშინელებას ჩაიდენს. კუდრეთი არაფერ შუაშია. მას სიმკაცრე კი არა. ოჯახურის სითბო, მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდება. გამიზნულად ჩეთინის სიცოცხლე საფრთხეში რომ ჩაეგდო, პირველი მის წინააღმდეგ მე წავიდოდი. კუდრეთს ხელს რატომ უნდა ვაფარებდე? ნამდვილად უდანაშაულოა. Ben oğlum. ჩემ შვილს ძალიან კარგად ვიცნობ. ზღაპრებს ნუ მიყვები ჩინარ. კუდრეთს ამ ხანძართან საერთო არაფერი აქვს. დახმარება ვთხოვე და ამიტომ მოვიდა.
Sen niye Kudret'i bu kadar... Kudret's ასე რატომ იცავ? Hem de Çetin. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შენ შვილს გაუკეთა. მისი საფეხბურთო კარიერა დაასრულა. Oğlunun futbol შენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო დამნაშავეს, სასტიკად გაუსწორდებოდა. Dünyayı başına... შენ კი სხვანაირად იქცევი. რა მოხდა? რაზე საუბრობდით? თქვენის ნებართვით. ომერს ვერ დავკარგავ. როგორმე გული უნდა მოვულბო. აქ საიდან გაჩნდა? ლაპარაკით თავს ამატკიებს. ქალბატონო იფეკ, დღე მშვიდობისა. ბატონ ომერს ვეძებდი, მისი დახმარება მჭირდება. ხომ არ იცით, როდის მოვა? ბატონი ომერი არ არის, მაგრამ შემიძლია დაგეხმარო. რა გაწუხებს? შენს პრობლემაზე მომიყევი. ხო მშვიდობაა მამა. აქ რატომ დამიბარე? რაღაც უნდა გაჩვენო. კარგი, მაგრამ ვიჩქაროთ. ნახევარ საათში უკან უნდა დაუბრუნდე. დიდი დრო არ დაგჭირდება, გამომყევი. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. კეთილი იყოს. ეს ჩემი ვაჟია, ომერი. თქვენთან უკვე ვახსენე. წარმატებული ადვოკატია. სასიამოვნოა, მე მაჰმუდი გახლავართ. ჩემთვისაც სასიამოვნოა. როგორია, მოგწონს? ვიფიქრე შენი ახალი ოფისი აქ იქნებოდა. კიდევ რამდენიმე ფართი ვნახე, მაგრამ ეს განსაკუთრებით მომეწონა. ძალიან კარგია, მაგრამ ძვირიც იქნება, მამა. მაგაზე არ იდარდო. თეორია მოგეწონოს. თუ აქ თავს კარგად იგრძნობ, მაშინ არჩევანი ამ ფარზე შევაჩეროთ. ამდენი ფული ხომ არ გაქვს, არა? როგორ გადავიხდით? მაგაზე არ იდარდო, შვილო. რადგან გითხარი, ესე იგი მოვაგვარებ. მითხარი, მოგეწონა? ძალიან მომეწონა. იდეალური ოფისია. თურგუთ. ომერთან უნდა გესაუბრა. როგორც ჩანს, ჰალილმა ტვინი აურია და იფეკთან თანამშრომლობაზე უარი ათქმევინა. ცდილობს მისი შვილი დაიცვას. და ჩამოგვაშოროს. კაფეც გაუყიდია. დროს არ კარგავს, თურგუთ. არ მგონია. ალბათ იფეკი ისევ რაღაცას აზვიადებს. არა, თურგუთ. ჰალილთან სასაუბროდ წასულა. კაფის გაყიდვის ამბავიც მისი ყურით მოისმინა. თურგუთ. ომერი ჩვენთვის დიდი კოზირია. არ უნდა დავკარგოთ. მათი საქმიანი ურთიერთობა პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება. ეს ბიჭი თუ ჩვენს სიახლოვეს იქნება, ჰალილი სიმართლის თქმას ვერ გაბედავს. შეეშინდება, მაგრამ თუ მისი შვილი ჩამოგშორდება, გამხნევდება და შეიძლება ჩინარს ისევ დაუკავშირდეს. გასაგებია. დროა ჰალილს ჭკუა ვასწავლო. ისევ გათავხედდა. ამ სახლში მეორედ აღარ დაგინახო. ხვალ დილით რომ მოვალ. აქ არ დამხვდე, თორემ იმას ვიკადრებ, რაც ბიცოლას და ბიძას არ უკადრებიათ. სახლიდან გაგაგდებ. როგორ მოვიქცე? ჩემ შვილებს ყველაზე მეტად ახლავ ჯერდები. როგორ უნდა მივატოვო და წავიდე? ჩემი უდანაშაულობაც ვერ დავამტკიცე. ყველაზე მეტად ამას განვიცდი. ჰალილი რომ მეპოვა, ყველანაირად ვეცდებოდი სიმართლე გაემჟღავნებინა. სად ხარ, ჰალილ? სად ხარ? თუ ჩემი დაცვა და გამოჩენა არ გინდოდა, წერილი რატომ მომწერე? ტყუილად იმედი რატომ მომეცი?
კადერთან დაბრუნდი და ჩემს ზარს დაელოდე. სიახლეებს შეგატყობინე. კარგი? თქვენი აზრით გამოვა. აქამდე უამრავი მსგავსი საქმე მომიგვარებია. არაფერზე იდარდო. ყველაფერს მივხედავ. ღმერთს მაქნას. ჩემი ბოლო იმედი ხართ. ვიხარ? რა გინდა? თქვენ სანახავად მოვედი. ხომ არ გაგიჟდი? ჩემი სახლი ახლავე დატოვე. როგორც ხვდები, ფატმა ხარ. ერთი შეხედვით სანდომიან, კეთილ ქალს გავხარ, მაგრამ სინამდვილეში რასაც წარმოადგენ ჩვენივრად ვიცი. ზუსტად ისეთი ხარ, როგორც ტაიფუნი გახასიათებდა. ტაიფუნი ვინ არის? რა სისულელეებს ამბობ? კარგი, არ გინდა. გულუბრყვილო სახით ვერ მომატყუებ. ტაიფუნმა ყველაფერი მითხრა. მისი საცოლე ვარ. ჩვენ შორის საიდუმლო ვერ იარსებებს. ტაიფუნს რომ გადაუხადე, ბაჰარ შეთქმულება რომ მოუწყვე, კადერი რომ მოატყუე და დააჯერე, ვითომ ცოლი ღალატობდა, ყველაფერი ვიცი. ჩემ გარა გინდა. ტაიფუნთან ვისაუბრე და ჩავთვალეთ, რომ შენი გადახდილი თანხა საკმარისი არ არის. თუ გინდა რომ გავჩუმდეთ, უნდა დაამატო. თუ დამატებით თანხას არ მოგცემ, შენ შვილს ყველაფერს ვეტყვით. კარგი. რამდენსაც მეტყვი გადავიხდი. თავარია კადერმა სიმართლე არ გაიგოს და ეგონოს რომ ცოლმა უღალატა. სხვა არაფერი მინდა. ბაჰარის თავიდან მოშორება ძალიან გამიჭერდა. ტაიფუნის სიხარბის გამო ყველაფერს ვერ გავაფუჭებ. ცოტა დრო მომეცით. ფულის მოსაგროვებლად სოფლის სახლის გაყიდვა მომიწევს. უღრმესი მადლობა. კარგ დღეს გისურვებთ. შეხვედრამდე. აი ნახავ. მალე წარმატებული და ცნობილი ადვოკატი იქნები. იმ გოგოს გამო სახელი გაგიტყდებოდა. ცალკე მუშაობის გადაწყვეტილება ძალიან მომწონს. იმედია ასეც იქნება. ღმერთ მაქნას წარმატებას მივაღწიო. წამოდი კაფემდე გაგიყოლებ. გზას ნუ დაიგრძელებ შვილო. საქმეს დაუბრუნდი. როგორც გირჩევნია მამა. მშვიდობიანად იარე შვილო. მადლობა ღმერთს, ჩემი შვილი იმ ხალხს საბოლოოდ ჩამოშორდება. რა გინდა? მოკლედ მითხარი. იგივე უნდა მეკითხა მეგობარო. რა გინდა? გავიგე ისევ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება დაგიწყია. გონი ანდრე რაც გითხარი იმის შეხსენება მომიწევს. შეცნომა დაუშვი. შენი შვილისთვის ჭკუა არ უნდა აგერია. ჩემ შვილს რას ვურჩევ, შენი საქმე არ არის. ბოლოს რომ ვისაუბრეთ, ხომ შევთანხმდით, არა? ბავშვები ერთად კარგად მუშაობდნენ. რატომ ჩაერია? ძველებურად გაეგრძელებინათ. მათ ცხოვრებაში არ ჩავერევი. როგორც დაგპირდი. თუ ხმას არ მოიღებ, შენ შვილს არაფერს დაუშავებ. თუ გონია რომ შენ შვილს ჩვენთან ჩამოშორებით დაიცავ, ძალიან წდები. ჩემი ცხოვრება გაანადგურე. ამ ხელად ცოდვა ამკიდე. სინდისის კენჯნა არ მასვენებს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად არაფერი მithქვამს. ჩემთვის თავარი ჩემი შვილის კარგად ყოფნაა. სხვა არაფერი. შენთვის მოცემული პირობა შევასრულე. თავი დაგვანებე. ჩვენ ცხოვრებაში ნუ ერევი. რა თქვა? რა სიტყვის? მეწინააღმდეგება. ცდილობს თავიდან მომიშოროს.
Elimdeki მაგრამ ეს ასე მარტივი არაა. ჩემს მთავარ კოზირს ვერ შეველები. ომერის გასაფრთხილებელ გზას ვიპოვე. ჭკუას ვასწავლე. კადირ, აქ რა საკეთებ? მოსვლა როგორ გაბედე? კადირ, ძალიან გთხოვ მომისმინე. ჩემს უდანაშაულობას დაგიმტკიცებ. შანსი მომეცი, გემოდარები. ტყუილად მემუდარები. ჩემთვის აღარ არსებობ. ალო, დიახ, ქალბატონო იფეკ. ბაჰარ? კადირთან ხარ? დიახ. ყველაფერი მოვაგვარე. დროა სიმართლე კადირსაც მოვასმენინოთ. კადირ. კადირ. ქალბატონ იფეკს მოусმინე. ყველაფერს აგიხსნის. კადირ. სმენა დაძაბეთ. რასაც გაიგონებთ, შოკში ჩაგაგდებთ. მაგრამ სიმართლე უნდა იცოდეთ. კარგი. რამდენსაც მეტყვით გადავიხდი. თავარია კადირმა სიმართლე არ გაიგოს. დაეგონოს რომ ცოლმა უღალატა. სხვა არაფერი მინდა. ბაჰარის თავიდან მოშორება ძალიან გამიჭირდა. ტაიფუნის სიხარვის გამო ყველაფერს ვერ გავაფუჭებ. ცოტა დრო მომეცით. ფულის მოსაგროვებლად სოფლის სახლის გაყიდვა მომიწევს. გამოდის რომ თავიდანვე სიმართლეს მეუბნებოდი. ბატონი ომერიც მარწმუნებდა, მაგრამ დაბრმავებული ვიყავი. არ მჯეროდა. შენს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შემეტანა. ძალიან ნანო. აპათია. რადგან სიმართლე გაიგე და დამიჯერე. ყველაფრის დავიწყებას და მიტევებას შევძლებ. ღმერთმა ეს სიკეთე, სიკეთითვე დაგიბრუნოთ, ქალბატონო იფეკ. ქალბატონო იფეკ, ძალიან დიდი შეცდომის დაშვებისგან მიხსენით. ცოტაც დაოჯახი დამეგრეოდა. ღმერთმა თქვენს გაგაბედნიეროთ. კარგი, როგორც იქნა ეს ამბავი მოგვარდა. ომერი ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანდა. კიდევ კარგი ჩავერიე და დაგეხმარეთ. ოფისში ბრუნდები. შეხვედრამდე. უღრმესი მადლობა. შენი რძალიც ასეთია? საქმეს უხეირო დაკეთებს, ერთ სიტყვას არ შემარჩენს. აუტანელია. არა, მეზობელო, სათნო ადამიანია. ჩემსას არ გავს. ჩემი რძალი კარგი ადამიანია. იმედი არ შეიცვლება. ღმერთმა ქნას. თავიდან ამასაც არაფერი ეტყობოდა. დედმამის გარეშე როგორი უნდა გაზრდილიყო. მართალია. დედმამ არ მყოლია. ამ ქალის სალაპარაკო გავხდი. ამდენი წლის მერე უცებ ურცხვად გამოჩნდა. ვითომ არაფერი მომხდარა. თუ კიდევ იმ სახლში დამხვდები, ხელს ჩაგავლებ და ქუჩაში მოგისვრი. ესმა? დაო, აქამდე ვერ დაგირეკეთ. ჩეთინი როგორ არის? ხომ მშვიდობაა? ესმა? დაო, თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც გაიგებ. რა მოხდა? ცუდი ამბავია? გუშინ სახლში ხანძარი გაჩნდა. ჩეთინი ოთახში იყო. რა? რას ამბობ ესმა? ჩეთინი კარგადაა? კარგადაა, კარგად. არი დარდო. მადლობა ღმერთს გადარჩა. ახლა ვეწამოვალ. დურო, ახლა მოდი. ბიძა შენთან მივდივართ. ამჯერად რა მოხდა? გუშინ სახლში ხანძარი გაჩენილა. ჩეთინი ძლივს გადაურჩენიათ. დურო, ამდენ ხან სად ხარ შვილო? სტუმრის მიტოვება როგორ შეიძლება? ყავაც კი არ მოგიტანია. დურო არ გესმის? დედიკო, ხელებს ვიბანდი. კარგი, გაიქეცი და ფეხსაცმელი ჩაიცვი. იჩქარე, ბავშვს მოუყვირი. შენი დაძმის ჯავს ჩემს შვილიშვილზე ნუიყრი. არ ვუყვირი, დედა. ხმას ნერვიულობის გამო ავუწია. ერჯუმენს გადაეცი, რაც მოხდა, კარგი? დეიდა ილდის, მაპატიეთ, ჩეთინის სასტრაფოდ უნდა ვნახო. რას ვიზამ? წადი, მე და შენი დედამთილი საუბარს განვაგრძობთ.
ხედავ რა დღეში ვარ. სულ ამ სახლიდან გასაქცევ მიზეზს ეძებს. მის დაძმას პრობლემები არ ელევა. ჩემოილდის აღარ ვიცი რა İşin ვქნა. zor kardeş. რა Ne გითხრა diyeyim? მეგობარო? Allah kolaylık საქმე versin. რთულადაა. ღმერთმა მოთმინება მოგცეს. მოთმინება. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir.